შემოდგომა უბრუნებს მიწას ფოთლებს, რომლებიც სესხად ზაფხულმა აიღო. ვასილ მჟავანაძის დღიურიდან. ცამეტი წლის ბიჭი შინ ბრუნდებოდა. ოდესელი მეტრი შვილობილი ვასა იმერული სოფლის ყოფასა და ყურისთვის უჩვეულო ვასოს უნდა შეჩვეოდა. დედა 18 წლის ვარდო შვანგირაძე მის დაბადებას გადაჰყვა. 3 წლისა მამამ ქუთაისიდან ოდესაში წაიყვანა. როგორც ამბობენ, პავლე მჟავანაძე მეფის ჩაფრის მკვლელობის ბუნდოვან ისტორიაში იყო გახვეული. სამშობლოდან გადახვეწილი ახალგაზრდა კაცი რუსეთში რევოლუციურ ცხოვრებაში ჩაბმულა. ვაჟი კი ვინმე ზინკოვის ოჯახში მიუბარებია. 10 წლის შემდეგ პავლე მჟავანაძის შესახებ უკანასკნელი ცნობა და მისი უკანასკნელი სურვილი ქართველმა თანამებრძოლმა ზინკოვებს აცნობა. ამ სურვილის მიხედვით ვასილ მჟავანაძე სამშობლოში ბებია ბაბუასთან უნდა დაბრუნებულიყო. 13 წლის ბიჭისთვის მომავალი ისეთივე ამოუცნობი იყო, როგორც გვიშტიბისკენ მიმავალი შარაგზა. 40 წლის შემდეგ ყველაფერი თავიდან განმეორდა. 51 წლის გენერალ-ლეიტენანტი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება სამშობლოსაგან შორს დანაღმულ გზებზე გაატარა, ისევ სამშობლოში ბრუნდება. მან არ იცის რა დახვდება აქ. მან უნდა დაივიწყოს ყველაფერი, რითაც აქამდე ცხოვრობდა და თავიდან ისწავლოს ქართული ენა. 1953 წლის შემოდგომაზე ნიკიტა ხრუშოვი თავის ფრონტელ მეგობარს კიევში მოღვაწე ვასილ მჟავანაძეს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ნიშნავს. მამა და ინაური ერთ თვითმფრინავში მოდიოდნენ თბილისში. როგორც ინაური ეკითხებოდა, შენ რაზე მიდიხარო? მამამ უთხრა, რომ არ ვიციო, მე რო ჩავალო, მერე გავიგებო და მეც არ ვიციო. ერთმანეთთან ესეთი საუბარი ჰქონდათ, იმიტომ რომ არც ერთი უმხელდა რატომ მიდიოდა და არც მეორე. და რო ჩავიდნენ, ესე იგი დაინიშნა მამა ცეკას პირველ მდივნად და ინაური კგბ-ს მდივნად. 53 წლის მარტში დიდმა ბელადმა იოსებ სტალინმა სამარეში წაიღო მითები ზეადამიანებისა და მათი უკვდავების შესახებ. იმპერიის სათავეში ხრუშოვი მოვიდა. საბჭოთა სისტემის ამ მარგალიტმა, რომელსაც უმაღლეს წრეებში სერიოზულად არც აღიქვამდნენ, ბერია და მალენკოვიც კი გააცურა და იმპერიის პირველი პირი გახდა. ხრუშოვს სერიოზულისა და არასერიოზულის თავისებური გაგება აღმოაჩნდა. ჯერ კიდევ სტალინის დასაფლავებაზე, როცა ერთ სამგლოვიარო მელოდიას მეორე ცვლიდა, უეცრად ფარდა გადაიწია და ვიღაცის მელოტი თავი გამოჩნდა. პავისილია, რიბატა, გამხნევა თავმა ორკესტრანტები. ქვეყანაში რბილად რომ ვთქვათ, მართლაც ხალისიანი დრო დადგა და სტალინის შემდეგ სხვა თუ არაფერი ღამე მშვიდად ძილი მაინც შეიძლებოდა. ხრუშოვის ბრძანებით გაანთავისუფლეს ათასობით პოლიტპატიმარი. რკინის ფარდა, რომელიც ქვეყანას დანარჩენი სამყაროსაგან ყოფდა, ნელ-ნელა ასწიეს. საბჭოთა კავშირის სათავეში ხრუშოვის მოსვლას ისტორიკოსები ოდწიფელს, ანუ დათბობას უწოდებენ. მისმა რეჟიმმა ნამდვილად შეარბილა ადამიანებზე ტოტალური კონტროლი, მაგრამ მხოლოდ დროებით. ხრუშოვს მოსვენებას არ აძლევდა გარდაცვლილი სტალინის ლანდი. თითქმის ყოველ კვირაში და ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა კრემლიდან დახურული წერილი კომუნისტების გასაცნობად, რომ სტალინმა დაანგრია ქვეყანა, რომ მან მოშალა ქვეყნის ეკონომიკა, რომ მაგან ესე იგი დაკარგა დემოკრატიული და სოციალისტური ქვეყნები და სხვა ასეთი. დათბობის, ანუ დიდი ცვლილებების პერიოდში მაღალ ეშელონებში რთული საჭადრაკო სვლები თამაშდებოდა. ხრუშოვი თავის პარტიულ მეგობრებს ნაკლებად ენდობოდა. ამიტომ მათი უმეტესობა ან შიდა პატიმრობაში, ან დამსახურებულ პენსიაზე აღმოჩნდა. კადრები რეგიონებში ცვლებოდა. მთავარ პოსტზე შემოწმებული და ერთგული ადამიანები ინიშნებოდნენ. საქართველოში ცეკას პირველ მდივნად ხრუშოვის აზრით ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა გამოაგზავნეს. ამხანა კი კისლენკო. ასე უთარგმნა თავის დროზე სტალინმა მჟავანაძის გვარი უკრაინულად. მჟავანაძემ ქართულიც კი არ იცოდა კარგად. ხრუშოვს ეს ძალიან ახარებდა და აიმედებდა, რომ პირმცინარი, მოწესრიგებული მჟავანაძე მის მითითებებს კარგად შეასრულებდა. რა თქმა უნდა, მას ეჭვით თვალით შეხედეს საქართველოში, თუ როგორ შეძლებდა სამხედრო საქართველოს ამუზარმაზარი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელობას.
მაშინ როდესაც ამ ქართველმა კაცმა ქართულიც კი არის ცოტა კარგად. 51 წლის ასაკში საქართველოში დაბრუნებულმა ვასილ მჟავანაძემ ქართული ენა ადვილად გაიხსენა. არც ის წინადგრძნობა ახდა თითქოს ხრუშჩოვის ფავორიტი, ერთ დღეს დარევდა ხელს ყველა თანამდებობის პირს და მოხსნიდა. მოსკოვში კი კომპარტიის მე-20 ყრილობაზე ქარიშხალი დატრიალდა. ხრუშჩოვმა პიროვნების კულტის დასასრული გამოაცხადა. ამ ფაქტმა საბჭოთა რესპუბლიკებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თავარი ხატი, რომელზეც საბჭოთა ათეისტები 30 წელი ლოცულობდნენ, საკურთხევლიდან ჩამოხსნეს. მასები შოკში ჩავარდნენ. განსაკუთრებით ავადმყოფურად ბელადის შეურაცხყოფა საქართველოში განიცადეს. სტალინის იდეალებზე აღზრდილი მჟავანაძე ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. ეს მაღალჩინოსანი სამხედრო, რომელიც სტალინის იდეოლოგიითა და მისი ტაქტიკითა და სტრატეგიით იყო გაზრდილი, ახლა როგორ იქნებოდა მისთვის ამ უზარმაზარი დიდი ტრაგედიების გადატანა, რასაც ერქვა სტალინის სამშობლოში ცენტრალური კომიტეტის მიერ სტალინის დამუშავების და მისი დახურული წერილების კითხვის კამპანია. ბელადის დასაცავი გამოსვლები თბილისში 1956 წლის 4 მარტს დაიწყო. იმ ცივ დღეს სტალინის ძეგლის ქვეშ 25-მდე სტუდენტი შეიკრიბა. 9 რიცხვისათვის მათი რაოდენობა უკვე 1000-ებს ითვლიდა. ეს ადამიანები ძირითადად ახალგაზრდობა ანტისტალინურ პროპაგანდას აპროტესტებდა. იმ დაძაბულ დღეებში მჟავანაძე საკუთარ კაბინეტში არ განმარტოვებულა. ბოლო წუთებამდე ცდილობდა თავიდან აეცილებინა ის, რასაც მისი გამოცდილებით შესაძლებელია სისხლის ღვრა მოჰყოლოდა. 9 მარტამდე ერთი დღით ადრე, როცა ქალაქში სიტუაცია თითქმის უმართავი გახდა, მჟავანაძესთან კაბინეტში შედის გაფიცულთა 10-კაციანი კომიტეტი. ძალიან კარგად მიგვიღო, მადლობა გადაგვიხადა, რომ ჩვენ ასე თავდაუზოგავად ვიცავთ სტალინის სახელს და ჩვენ წარუდგინოთ 20-მდე პრეტენზია გვქონდა მთავრობის მიმართ, რომ ჰიმნი არ იმღერებოდა სიტყვებით, რომ სტალინზე არ გადიოდა ფილმები, რომ 9 მარტი უნდა გამოქვეყნებულიყო დასვენების დღეთ, რომ სურათები ყოფილიყო გამოტანილი 1 მაისსა და 7 ნოემბერს, სამტრედიასო დარქმეოდა სტალინის სახელი, არც თუ ისეთი სახელის მატარებელ ქალაქს, რატომღაც ეს გვეწერა იმ მოთხოვნებში და სხვადასხვა 20-მდე ასეთი მოთხოვნა იყო. ხალხი მოლაპარაკებების დასრულებას ცენტრალური კომიტეტის შენობასთან ელოდა. ცეკას პირველი მდივნის კაბინეტიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა მომიტინგეებს დაშლა სთხოვეს, რადგან ჩათვალეს, რომ მიზანი მიღწეული იყო. მთავრობამად ყველა მოთხოვნის შესრულებას დაპირდა. რა თქმა უნდა, იქ დავიშალეთ ცენტრალური კომიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ჩავედით ისევ ძველ დისლოკაციის ადგილზე და სტალინის ძეგლთან, სადაც ასეული ათასობით ადამიანი იდგა, კიდევ იქ იდგა და ჩვენც მათ შევერთვით და იმის გაამაყებული, რომ ჩვენი რამოდენიმე მოთხოვნა ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო და დანიშნა ეს 8-ში მოხდა 9 მარტის 10 საათისთვის სამგლოვიარო მიტინგი, ჩვენ კიდევ მეტად აუწიეთ ახლა მთავრობის საწინააღმდეგო მოწოდებებს და ძირს ხრუშჩოვი გაუმარჯოს მოლოტოვს და ვიძახდით ლენინსტანი, იქ არაფერი ზოგიერთი მერე გამოჩნდა იმისი მამტკიცებელი, რომ ეს იყო ეროვნული მოძრაობის დასაწყისი, არაფერი ეროვნული ჩვენ არ გვითქვია იქა, ჩვენ ვიძახდით ლენინ სტალინს, ძირს ხრუშჩოვი და ბულგანინი. სისხლის ღვრის თავიდან აცილება შეუძლებელი აღმოჩნდა. ხალხის დარბევისა და საბჭოთა საქართველოში წესრიგის დამყარების ბრძანება კრემლიდან გაიცა. მითითება ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარისკაცებს უნდა შეესრულებინა. 9 მარტს ოფიციალური მონაცემებით 82 ადამიანი დაიღუპა. მოკვლულთა რაოდენობამ არაოფიციალურად 300-ს მიაღწია. თბილისი შიშმა და მდუმარებამ მოიცვა. ხალხმა ასევე ჩუმად და უთქმელად 56 წლის ტრაგედიაში ხრუშჩოვის მიერ დანიშნული საქართველოს პირველი პირი ვასილ მჟავანაძე დაადანაშაულა. მაგრამ ალბათ ერთმა ღმერთმა იცის, რას გრძნობდა თავად გენერალი, რომლის ჯარმაც მის საკუთარ უიარაღო ხალხს გადაუარა. 5 წლის შემდეგ მჟავანაძეს კიდევ ერთი დარტყმა ელოდა. კომპარტიის 22 ყრილობამ შეიმუშავა გადაწყვეტილების პროექტი შრომელთა თხოვნით სტალინის ნეშთის მავზოლეუმიდან გამოსვენების შესახებ. ამ მოხსენების წაკითხვა იდეოლოგთა ჩანაფიქრით
საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველ მდივანს ვასილ მჟავანაძეს დაევალა. იქაც ასეთი არაკაცობა გამოიჩინა ხრუშოვმა, რომ ეს დაავალა მჟავანაძეს, რომ მიეღო მონაწილეობა მავზოლეუმიდან სტალინის გამოყვანაში, რომ ის შედგომოდა იმ კუბოს, რომელთაც გამოასვენეს სტალინის მავზოლეუმიდან. სასტუმროში დაბრუნებულმა მჟავანაძემ უამრავი ყინული და ცივი წყალი სვა, რომ პროვოცირება გაეკეთებია ყელისთვის, რომელსაც მიდრეკილება ჰქონდა საერთოდ გლანდების ანთებისაკენ და ანგინისაკენ და მართლაც მოხდა ისე, რომ 41 გრადუსი სიცხიანი მიიყვანეს კრემლის სამართყოფოში და ამით აისრინა ეს სამარცხვინო აქტის შესრულება. გენერალი მჟავანაძე ცხოვრების გზაზე ხან შორდებოდა, ხან კი ისევ უბრუნდებოდა საქართველოს. მან ბავშვობა უკრაინაში გაატარა და 13 წლისამ სამშობლოში თავიდან ისწავლა ქართული. აქვე დაამთავრა სკოლა და სამხედრო სასწავლებელი. ჯარში გაწვევის შემდეგ ის კვლავ რუსულად ალაპარაკდა. მანგლისში სამხედრო სამსახურის დროს გაიცნო პირველი მეუღლე და იქორწინა. მათ 2 ქალიშვილი შეეძინათ, მაგრამ ოჯახურმა ბედნიერებამ არც ისე დიდხანს გასტანა. ანნა იანკომ მეუღლესთან ერთად საქართველოდან რუსეთში გადასვლა არ მოინდომა. არტილერიის კაპიტანი კი ლენინგრადის ოლქში გადაანაწილეს. იქ მან წარმატებით დაამთავრა სამხედრო პოლიტიკური აკადემია და 39-40 წლებში ფინეთის ფრონტზე პირველი საბრძოლო ჯილდო მიიღო. დიდმა სამამულო ომმა მჟავანაძეს ლენინგრადში მოუსწრო. 900 დღე იბრძოდა ალყა შემორტყმულ ქალაქში. ლენინგრადის გათავისუფლების შემდეგ კი ისევ უკრაინაში მოხვდა. ომი მისთვის გერმანიაში დამთავრდა. ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე კაპიტანმა მჟავანაძემ ვიქტორია ტერეშკევიჩი გაიცნო. ხიარული ახალგაზრდა ქალი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი იყო. მათ მალე იქორწინეს. პირველი ქალიშვილი თამარი ლენინგრადის ბლოკადის დროს იმ სამხედრო ჰოსპიტალში დაიბადა, სადაც დედამისი მსახურობდა. მეორე შვილი 45-ში გაჩნდა. მოახლოებული გამარჯვების აღსანიშნავად გოგონას ვიქტორია დაარქვეს. მოგვიანებით ოჯახს კიდევ 2 ბავშვი შეემატა. ვაჟი ალექსანდრე და ქალიშვილი ნინო. ეს უკანასკნელი უკვე თბილისში მოევლინა ქვეყანას, როდესაც მჟავანაძე 25 წლის განშორების შემდეგ გენერალის მუნდირით დაბრუნდა. დედამ უთხრა, რომ შენ უკვე რადგანაც დაგნიშნეს ცეკას პირველ მდივანად, სამხედრო ფორმა უკვე უნდა გაიხადო და ჩაიცვა, მაგრამ მამას არ ქონდა მაშინ კოსტუმი, იმიტომ რომ 1927 წლიდან მამა იყო ჯარში და საერთოდ არ ქონდა კოსტუმი. და მამამ დედას უთხრა, რომ ჯერო უნდა დამამტკიცონო ბიუროზეო, საქართველოს ბიუროზე თუ დამამტკიცესო, მაშინ მე ვიქნებიო დანიშნულიო, მანამდე მე დანიშნული არ ვითვლებიო. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა გენერალმა კომპარტიის აპარატში მუშაობა თითქმის სამხედრო წესრიგის დამყარებით დაიწყო. მისი გარემოცვა თანდათან ახალი და ახალგაზრდა მუშაკებით დაკომპლექტდა. იდეოლოგიის დარგი კარგად ერუდირებულ დევის ტურუას ჩააბარეს. მშენებლობა ძალიან ენერგიულ გიორგი გეგეშიძეს. მართალია შოთა ჭანუყვაძეს ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა, მაგრამ მოხერხებული და ყოვლისმცოდნე ცეკას მდივანი, მისთვის ჩაბარებული სოფლის მეურნეობის დარგის გარდა, ბევრ სხვა საქმეშიც აქტიურ როლს თამაშობდა და მჟავანაძის განსაკუთრებული ნდობითაც სარგებლობდა. მთავრობის მეთაურად კარგი მეურნე გივი ჯავახიშვილი დაამტკიცეს. მოსკოვის მიერ დანიშნული უშიშროების შეფი ალექსი ინაურიც მჟავანაძის მიმართ სრულ ლოიალობას იჩენდა. ცეკაში თანხმობას უფევდა. გარემოცვა პირველი მდივნის მთავარ სისუსტეს, ნადირობის სიყვარულსაც დიდი სიამოვნებით იზიარებდა. 2 წელიწადზე მეტი ვიმუშავე მე მჟავანაძესთან. როცა სეზონი იყო, თითქმის თუ რაღაცა ექსტრემალური სიტუაცია და სანადიროდ მივდიოდით ხოლმე. სულ ერთხელ გაისროლა თოფი. ნადირობა კი არ უყვარდა მაგას და თოფის როლა და ცხოველის მოკლა. ტყეში ყოფნა უყვარდა. როცა მივდიოდით სანადიროდ 6 საათზე უკვე იქ ადგილზე ვიყავით, ეს საგარეჯო იქნებოდა თუ გარდაბანი თუ დაუშვათ სადღაც კახეთის ტყეები, ხო? 6 საათზე უკვე ხანდახან დაუშვათ წინა საღამოს ჩავსულად, ადგებოდა, ჩაიცვავდა ეს მონადირის ტანსაცმელს და დადიოდა ტყეში.
სხვათაშორის მე აი ჩემს სამსახურს უნდა ვუმატლოდე საოცარია დილით ადრე ტყეში ყოფნა. როდესაც ტყე იღვიძებს. ვერც ერთი სიმფონია, ვერც ერთი ორკესტრი, ვერაფერი ვერ შეედრება იმ ხმათა შეზავებას, აი ტყე რო იღვიძებს რა. ყველა ჩიტი, ყველა მხეცი, ყველა ის რო ერთდროულად იწყებს ამ იმას. ხო და ეგ უყვარდა. აგრარულ ქვეყანაში ძირითადი აქცენტები მეჩაიეობის, მევენახეობისა და მეცხოველეობის დარგებზე კეთდებოდა. მორიგი კომუნისტური 5 წლების დირექტივების შემდეგ მთელ რესპუბლიკაში მშენებლობებიც გაჩაღდა. ბარაკების ნაცვლად აგებდნენ ახალ საცხოვრებელ კვარტალებს. დაიწყო ფაბრიკებისა და ქარხნების რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია. განახლდა მეტროს დაკონსერვებული მშენებლობა. საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა კავშირში ყველაზე მაღალი კაშხალის, ენგურ ჰესის მშენებლობას. გაჩნდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებში გაერთიანებულ გლეხებს იმის საშუალებაც მიეცათ, რომ საკუთარი ქონება და კეთილდღეობა გაეზარდათ. აი აღტაცებული იყო, ბავშვი უხაროდა. უხაროდა სახლები რო შენდებოდა. აი სოფლებში რო დავდიოდი, ძალიან ხშირად დაინახავდა მშენებარე სახლს. გააჩერებდა მანქანას, ну მაშინ ისეთი მანქანი დავდიოდით, ჩაიკა ერქვა. თვალში საცემი იყო, იმ წუთში შემოეხვეოდნენ, გადავიდო და პირველი რას კითხავდა. რა გვარი ხარ? სად მუშაობ? და თუ ქართველი იყო, რა თქმა უნდა, უხაროდა და თუ რიგითი მუშა იყო, ან ბრიგადირი, ან კოლმეურნეობის წევრი, 10 ჯერ მეტად უხარდა, მე ჩავჯდებოდით მანქანაში და მეტყოდა, ნახეო როგორ წავიდა ცხოვრება წინო? რიგითიო კოლმეურნეობის წევრი სახსი შენებსო. 61-ში საბჭოთა საქართველოს 40 წლის იუბილეზე ჩამოსული ხრუშოვი რბილად რომ თქვათ გაოცებული დარჩა, როცა მშენებარე ივერია და მისგან თითქმის მალულად აგებული სპორტის სასახლე იხილა. ასეთი მასშტაბის არასაყოფაცხოვრებო ნაგებობები საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას პირველი მდივნის აზრით პატარა რესათვის გაუმართლებელი ფუფუნება გახდა. მაგრამ ხრუშოვი ყველაზე მეტად მაშინ გაოცდა, როდესაც შესახვედრად ყვავილებით გამოსული ქართველობა დაინახა. როდესაც მე ვკითხულობ საქართველოს ისტორიას, თუ როგორ ებრძოდა მტერს საქართველოს და როგორ ვერ შეედგა მეფეს და მე ეს ყოველთვის ეჭვის ქვეშ მაქვს დაყენებული იმის შემდეგ, რაც ხრუშოვი ჩამოვიდა საქართველოში 61 წელს და როგორ მთელი საქართველოს გზებზე იყო გამოფენილი და როგორ ტაშს უკრავდით და როგორ ვაცილებდით ამ ღორს, რომელიც ამ ჭუჭყიან ღორს, რომელიც დაეთხრებოდა საქართველოში. სიმინდის კულტივაციაზე საკუთარი მონოლოგებისაგან და ღვინის მისაგან არაქად გამოცლილი ხრუშოვი ცოტა არ იყო შეფიქრიანი. რატომ შეხვდნენ ქართველები ასე კარგად და რამ გააბედნიერა ეს ხალხი? საიდან არის მათ სახლებში ასეთი კეთილდღეობა? როგორ მოახერხეს, რომ თითქმის უკვე ცხოვრობენ იმ კომუნიზმში, რომელსაც იგი მთელ საბჭოეთს 20 წლის შემდეგ პირდება? შეუძლებელია ეს ყველაფერი საბჭოთა ხაზინის ძარცვის, საბჭოთა კანონების გვერდის ავლით და სოციალისტური იდეალების ღალატის გარეშე ხდებოდეს. ამიტომ ხრუშოვმა მისთვის მოძულე ქართველების დასჯის გეგმა მოიფიქრა. საქართველო ქართველების გარეშე უნდა დარჩეს. ერის გადასახლება, მაგალითად ყაზახეთში. ამ იდეით ნიკიტა ხრუშოვი კმაყოფილი დარჩა. 64 წლის მაისის მშვენიერ დღეს ვასილ მჟავანაძის კაბინეტში პირველის ტელეფონი რეკავს. ყურმილში ნიკიტა ხრუშოვის სარკაზმული ხმა ისმის, რომელიც ვასილ მჟავანაძეს ქართველების გადასახლების გეგმაზე ესაუბრება. ამბობენ, რომ ეს საკითხი საბჭოთა კავშირის ცეკას პირველმა მდივანმა თითქმის ულტიმატუმის სახით დააყენა. მჟავანაძეს თავსატეხი გაუჩნდა. გამოსავლის მოსაძებნად მან გარდაბანში მონადირის სახლს მიაშურა. დამავალა მე დაურეკე ჩამოვიდეს ჯავახიშვილი და ინაური. ორივეს დაურეკე დილით 10-ის ნახევარზე ესე აქ იყვნენო. და ჩამოვიდნენ. არც ერთმა იცოდა, არც მეორემ რაზე ეძახდა. ეს ჩემი უკვე მე გამოიტანი დასკვნა ისეთი. და ამ ჩაის ვამზადებ დაიწყო საუბარი, რომ გამიძახა ხრუშოვმა ასე და გამზადებულია აკმოლინსკი, კუსტანაი, ცელინოგრადი. მე ვთხოვეო, რომ რამდენიმე დრო განსაზღვრულიო
Дайте нам, Никита Сергеевич, а то народ узнает и будет кровопролитие. Я не хочу это. Для чего нам это? 6 месяцев хватит? Пальне. Ну, ამის შემდეგ ამბობენ, რომ რამდენიმე საათის მერე ისევ დაურეკა ხრუშჩოვმა და უთხრა, რომ ეს არ იყო სინამდვილე და რაღაც მოუვიდა გარკვეულად გაბრაზების გამო. მაგრამ ფაქტია, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა. დაიძაბა არა მარტო საქართველოსთან, არამედ სხვა რესპუბლიკებთანაც. დაიძაბა ვითარება თვითონ პოლიტბიუროში. ეს 6 თვე, ეს შეიძლება ბევრმა არ იცის. ზუსტად ეს 6 თვე იყო, როცა მზადდებოდა, აი შეიძლება თქვენ ფილმებიდან, ან წიგნებიდან გაქვთ წაკითხული და მოსმენი, რომ ზუსტად ეს 6 თვე მზადდებოდა ხრუშჩოვის გადაყენების გეგმა იყო შემუშავებული, რომლის ყველაზე აი მაშინ მამას არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეს იყო მონაწილე მამა ამისი. პრობლემა თავისთავად გადაწყდა. 64 წლის ოქტომბერში ბიჭვინთაში დასასვენებლად მყოფი ხრუშჩოვი მოსკოვში ცეკას დაუგეგმავ პლენუმზე გამოიძახეს. ის ალბათ ჯერ კიდევ აგარაკზე, ფიჭვების ჩრდილში მიხვდა. რომამხანაგებმა, სუსლოვმა, კოსიგინმა, პოდგორნიმ და ბრეჟნევმა მისი კარიერა საბჭოთა იმპერიის კეთილდღეობას და საკუთარ კარიერულ წინსვლას შესწირეს. ხრუშჩოვის წინააღმდეგ შეთქმულებს შორის მჟავანაძე და ინაურიც იყვნენ. საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა უსიცხლო გადატრიალების შესახებ ყველაფერი იცოდა. მაგრამ მჟავანაძე ხრუშჩოვის გუნდის წევრი უკვე დიდი ხანია აღარ იყო. ექსცენტრიული ხრუშჩოვი უმართავი და ერთპიროვნული მმართველი გახდა. მისი გაუგებარი ახირებები ბოლო წლებში უკვე რესპუბლიკებს შორის მრავალი უთანხმოების მიზეზი ხდებოდა. ნიკიტა ხრუშჩოვის სისტემისათვის და თვით მრავალეროვანი სახელმწიფოს არსებობისათვის საშიშროებას წარმოადგენდა. საკითხი პოლიტბიურო მახვილის ერთი დაკვრით და თითქმის ერთხმად ბრეჟნევის სასარგებლოდ გადაჭრა. საბჭოთა კავშირის ცეკას პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი დაკავებული თანამდებობიდან ვოლუნტარიზმისა და სუბიექტივიზმის ბრალდებით გაათავისუფლეს. ხოდა მე მახსოვს ასეთი რამ დაურეკა ჭანუყვაძეს და ჭანუყვაძე მე მითხრა მე ასე თქვა ისო მივაყუდეთო ასე ხრუშჩოვი მივაყუდეთო კედელთან ხოდა ბრეჟნევი ავირჩიეთო უძრაობის ხანის მთავარმა კონსტრუქტორმა ბრეჟნევმა ქვეყანა თავდაპირველი დანიშნულების პუნქტისაკენ კომუნიზმისაკენ კუსნაბიჯებით წაიყვანა. არავის აღარ აწუხებდნენ ახირებული ნოვაციებით. რეგით მოქალაქეებს მხოლოდ ის მოეთხოვებოდათ, რომ თვალში არავის მოხვედროდნენ. მასობრივი რეპრესიების და გიგანტური მსხვერპლშეწირვის დროებით ისტორიაში ჩაბარდა. ბოშური სიმღერისა და მოლხენის მოყვარულ ლეონიდ ილჩთან საერთო ენის გამონახვა ძნელი არ იყო და მჟავანაძესაც არ გასჭირვებია. დიდი საბჭოთა სამშობლოს ნათელი ცის ქვეშ დღესასწაული დღესასწაულზე იმართებოდა. იმპერიის მართვის ასეთ რბილად რომ თქვათ მხიარულ სტილს ყველაზე უკეთ ალღო მოკეიფე და სტუმართ მოყვარე ქართველებმა აუგეს. თანაც საქმეც არ ავიწყდებოდათ. რუსთაველის 800 წლის იუბილემ მსოფლიო მასშტაბებით და დიდი პომპეზურობით აღინიშნა. იერუსალიმში ჯვრის მონასტერში ექსპედიციაც კი გაიგზავნა, სადაც რუსთაველის უძველესი ფრესკა აღმოაჩინეს. ქართულ კულტურას ყველაზე მაღალ ეშელონებში ყველაზე ძლიერი მფარველები გაუჩნდა. ბრეჟნევი ძალიან საქართველოს შეყვარებული კაცი გახდათ, ძალიან დიდი პატივისცემელი ლესელიძის, მისი სარდლის, ვინერინგი პოლიცამმართველოს უფროსი გახდათ, მე-18 არმიის, სტალინის დიდი პატივისცემელი, ამავდროულად მხიარული, პოეტური, შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება ისე მოეჩვენოს, მაგრამ პოეტური იმდენად, რამდენადაც იგი საკმაოდ საინტერესოდ კითხულობდა ესენისაც და პუშკინსაც და რასაკვირველად ლიტერატურას და პოეზიასაც პატივს სცემდა. რაც უფრო კმაყოფილია მართველი, მით უფრო ლმობიერია იგი. სანამ ერთნი საკუთარი ნაღვაწით ტკბებოდნენ, სხვებს მოქმედების ჟამი მიეცათ. უკლასო საბჭოთა ქვეყანაშიც გაიღვიძა შურმა ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ. ზოგიერთებს მობეზრდათ თუნდაც ფავორიტის, მაგრამ მაინც მეორე კაცის როლი. პირველი რაღაც ძალიან დიდხანს შერჩას კავს. ჭანუყვაძე
მაგასაც სამწუხაროდ მე მივხვდი ცუდი მებრძოლებით, ხო იცით? კარგი მებრძოლი წინასწარ ხდება და ცუდი მებრძოლი მე მივხვდება ხოლმე. მაგრამ ეგ ცხოვრებისეული გამოცდილება არ ქონდა მაშინ იმდენი და ფიქრობდა რომ თვითონ გახდებოდა მჟავანაძის შემცვლელი. მაგრამ ამას აკეთებდა შევარდნაძის ხელებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელებით. აი შევარდნაძეს მრავალ სახეობა ზუსტად მაგაში გამოიხატა რომ ის აყვა ჭანუყვაძეს მაგ თამაში. მაგრამ პარალელურად შოლოკოვთან ყოველდღიური და ყოველთვიური კონტაქტები იყო საკმაოდ ანგარებითი ხასიათის. სპილოდ გადასაქცევი ბუზის მოძებნა კი არასოდეს არ არის ძნელი. ჟავანაძის ეპოქას საკმაოდ კარგად ასახავს ოთარ იოსელიანის გიორგობის თვე, რომელმაც მაშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ფილმში ფალსიფიცირებული ღვინის ნომერი 49 რატომღაც საეჭვოდ დაემთხვა დიდი ოქტომბრის რევოლუციის 59 წლის თავს. ღვინის ფერი კი ყველა საბჭოელისათვის ნაცნობი წითელი იყო. ფილმი თაროზე შემოდებას ცეკას პირველი მდივნის ჟავანაძის ფრაზამ გადაარჩინა. რა მნიშვნელობა აქვს ნომერსა და ფერს? ფაქტია, რომ ჩვენთან ღვინის ფალსიფიცირება ხდება. ეს 66-ში მოხდა. ჟავანაძე უკვე 13 წელზე მეტია მართავს საბჭოთა საქართველოს. ახლა ამ ქვეყანაში მისთვის უკვე ყველაფერი ძალიან ნაცნობია. იცის, რომ რაც არ უნდა ეცადოს, უმადური მაინც მეტი იქნება, ვიდრე მადლიერი. და თუ მისი გაკიცხვა მოინდომეს, ხალხი არაფერს მოერიდებ. ეხლა პიარი დღეს გაიგო საზოგადოებამ რა სიტყვა. აი ეს პიარი შევარდნაძე როგორ შეუქმნა ჟავანაძეს ოჯახს მთლიანად. გაჩნდა ჭორები, რომ ქვეყანას ვიქტორია ჟავანაძე მართავს, რომ მათი სახლი ქრთამად მირთმეულმა სამკაულებმა გაავსო და რომ შვილებს გადამეტებული ფუფუნებით სრდიან. ჩვენ ყავდა 2 მოსამსახურე და 3 მძღოლი. მოსამსახურე, ესე იგი ერთი რომელიც ალაგებდა და რეცხავდა და მზარეული. მზარეულს რა თქმა უნდა დედა ასწავლიდა, იმიტომ რომ ჩვენთან იყო უფრო ისეთი საჭმელები როგორც ქართული, ისე უკრაინული. ყველა სახლში სადაც ჩვენ ცხოვრობდით, ყოველთვის იყო კინოდარბაზი. კინოდარბაზი მაშინ ვიდეო არ იყო და ამიტომ ფილმები, რომელიც ვთქვათ, იღებდნენ, ფილმებს, ეს ფილმები მამასთან მოდიო საღამოს, ესე იგი შაბათ-კვირას ჩვენ უყურებდით ამ ფილმებს. ნუ ახლა ალბათ შედარებით მათ პრობლემები ნაკლები ქონდათ ვიდრე სხვას, რა საკვირველია და შეიძლება უკეთ ცხოვრობდნენ ვიდრე სხვა, მაგრამ ისე რომ რაღაცით აი ან ყოყოჩობით ან რაიმეთი გამორჩეული ყოფილიყოს, მე ყოველი შემთხვევაში ასეთი რამ არ ვიცი. გენერლის დოსიეს მინისტრი კომპრომატებით ამდიდრებს, მოარული ხმების მექანიზმიც კარგად ამუშავდა. და აი ერთ მშვენიერ დღეს სრულიად მოულოდნელად თავისთვის, ქვეყნისთვის, რესპუბლიკისთვის აცხადებენ დილას, რომ ჟავანაძე გავიდა პენსიაზე და ის დაჯილდოებულია ოქტომბრის რევოლუციის ორდენით და მის ნაცვლად დანიშნული არის ედვარდ შევარდნაძე. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის კარიერა აღმასვლას იმ დღიდან იწყებს, როცა იგი პირველად შეამჩნია ვასილ ჟავანაძემ. 56 წლის 9 მარტის მოვლენების შემდეგ ქუთაისში გამართულ საგანგებო კრებაზე, რომელსაც ჟავანაძეც ესწრებოდა, გამოვიდა ახალგაზრდა კაცი. მან ყველასგან განსხვავებით თამამად განაცხადა, რომ არ შეიძლება მხოლოდ დემონსტრანტებისა და ახალგაზრდების დადანაშაულება. სტაჟიანი კომკავშირელის გამოსვლა, რა თქმა უნდა, არ დარჩენია შეუმჩნეველი ცეკას პირველ მდივანს, რომელიც ალბათ მაინც გრძნობდა პასუხისმგებლობას მომხდარის გამო. თუმცა პირადად არაფრის შეცვლა არ შეეძლო. რამდენიმე დღეში ედუარდ შევარდნაძემ ჟავანაძემ დაიბარა და სერიოზული თანამდებობა კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნობა შესთავაზა. მოეთყობა მასალები წინასწარ შეგრეული ქონდა, სწავლობდნენ პიროვნებას. ასე არ არის ახლა რომ მაშინ კგბ უნდა ჩარეული იყო და MVD და სულ ყველა ჩართული იყო და სულ სწავლობდა. და ნუ თვითონ მას აღარ ჭირდებოდა დიდი დროის დახარჯვა იმაზე, რომ პიროვნება გაეცნო. აი ამ მონაცემებით მიცნობდა. მე 2 სიტყვით მითხრა რა არის გასაკეთებელი.
მითხრა რომ ქუთაისში მომისმინა და იმახსოვრა ეს გამოსვლა, იმიტომ რომ განსხვავებული გამოსვლა იყო ჩემი. და მომისმინა და საერთოდ ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და ახლობით ესეთი იყო მისი დარიგება. ეხლა შემდეგ რამდენად ლაპარაკობდა ყოველთვის სიმართლე, ამას ახლა ვერ გავარჩევთ. შევარდნაძემ კომკავშირში თავი გამოიჩინა და მალევე პირველ მდივნად გადაიყვანეს. მაგრამ მისი და ვასილ პავლოვიჩის ურთიერთობა ყოველთვის არ იყო იდეალური. ჟავანაძის აწყობილ და დალაგებულ აპარატში ამ კაცის გამოჩენამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გამოცდილ მუშაკებს შევარდნაძის რადიკალური მეთოდები არ მოსწონდათ. მისი სახელის გარშემო უამრავი ინტრიგა იხლარდებოდა. ამ ინტრიგების შემდეგ შევარდნაძე ყოველთვის ერთი ნაბიჯით მაღლა ადიოდა პარტიული ნომენკლატურის იერარქიულ კიბეზე. კომკავშირში მუშაობის შემდეგ მოულოდნელად მცხეთაში, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რაიონში გადაისროლეს. მაგრამ იქაც გამოიჩინა თავი და ისევ თბილისში, 1 მაისის რაიკომის პირველ მდივნად დააბრუნეს. ჟავანაძემ მალე ისიც შეამჩნია, რომ ეს შემტევი ახალგაზრდა კაცი მტრების გაჩენის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. და სხვაში ძალიან მომთხოვნი ვიყავი. და ცოტა ამ კორუმპირებულებს იქ ბევრი იყო მაშინ რაიონში. მათ ვავიწროებდი. რა თქმა უნდა სამართლიან ფარგლებში და რაღაც ვატყობდი რომ რაიონში თლათისი აღარ მიყურებენ როგორც თავიდან. შეიკრიბეს კონფერენცია ანგარიში ჩავაბარე, როგორც მითხრეს, კარგი მოხსენება იყო და მე კენჭისხრა და მივიღე 37 წინააღმდეგი. 37 დაახლოებით 150 დეპუტატი იყო. ნუ ახლა ეს მაშინ ითვლებოდა ძალიან მძიმე შემთხვევად. 2-3 თუ მიიღებდა წინააღმდეგს, ეგეც ალაპარაკო იყო და 37 წინააღმდეგი დრისას. არ გააკეთა რეაქცია თავის დროზე, არაფერი არ უთქვამს, არც დაურეკავს, არც დაუძახია. მაგრამ მე ერთი 2 თვის შემდეგ დამიძახა და მითხრა რომ ჩემი აზრი ასეთიო და გირჩევა დათანხმდეო. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ უნდა გააგზავნოთ. მე მგონი ენდობოდა ძალიან. აი ამ ნდობის გამო შევარდნაძე სწორედ ჰქონდა მას პერიოდები ისეთი ცოტა კრიზისული და ჟავანაძემ გამოიყვანა მდგომარეობიდან როგორც პირველმა მდივანმა მაშინ თანამდებობაც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, შემდეგ მინისტრად დანიშნა და ეს ისეთი თანამდებობა რომელიც ნდობის უმაღლეს ხარისხი უნდა იყოს. ეს უკვე გამოხატავდა რომ მას ნდობა ჰქონდა და პატივს სცემდა. უძრაობის ხანის რესპუბლიკაში სრული სიმშვიდეს უფევდა. მუშა მშვიდად მუშაობდა, დირექტორი მშვიდად დირექტორობდა, საქმოსანი მშვიდად საქმოსნობდა და თითქმის არაფერს არ უნდა დაერღვია ეს სიმშვიდე. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნეს. ბრეჟნევის ეპოქაში ანტისახელმწიფოებრივ მოვლენებთან ბრძოლა მხოლოდ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ნაწილი იყო და ქაღალდზე წარმოებდა. მოსკოველი მეგობრების მიერ ზურგ გამაგრებულმა შევარდნაძემ ეს იდილია დაარღვია. პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ საქართველოში დაჭერების სერია დაიწყო. ჩრდილოვანი ეკონომიკის მამები, საქმოსნები, ეგრეთ წოდებული ცეხავიკები შევარდნაძემ ციხეში ხანგრძლივად და საიმედოდ ჩასვა. ხალხმა კი მინისტრისაგან მარტოხელა გმირის, უბრალო ადამიანების დამცველის, ერის მოამაგისა და უშიშარი ახალგაზრდის სახე შექმნა. რა მოხდა იცით, ერთი 10-15 კაცი დავიჭირეთ ძალიან ცნობილი ხალხი. ეხლა არ მინდა გვარები, რამდენიმე გარეთაა უკვე მუშაობს, მოღვაწეობს, ცნობილი გვარები იყო, ძალიან ცნობილი გვარები. და მე დანარჩენების სია მქონდა ერთი 100-150 კაცი კიდევ ვინც ამ საქმიანობას ეწეოდა. დაუძახე ყველა დიდი კლუბი იყო, ძერჟინსის კლუბი შევიყვანე. და გამოუცხადა, ხედავთ, 15 კაცი უკვე დავიჭირეთ. თქვენზე ნაკლები ასეთი არ არის, უფრო ძლიერებიც არიან. არ დავინდებთ და არ დავინდობთ. მე გთხოვთ, დაანებეთ ყველაფერს თავი. მოგიდეთ წესიერ საქმე, აკეთეთ წესიერი საქმე
და თუ არა არ შეგარჩენთ არავითარ შემთხვევაში. მე ვიცი რომ დიდხანს არ მომხსნიან, დიდხანს ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და დიევთ. შევარდნაძის გმირული მანევრების ფონზე ცეკას პირველი მდივნის წინააღმდეგ ამოქექილი კომპრომატებიც სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. ესეც სცენარის ერთი ნაწილი იყო, სადაც მთავარ გმირს გამარჯვება უნდა ეზეიმა. სხვებს კი, მათ შორის მჟავანაძესაც, მეორე ხარისხოვანი დამხმარე პერსონაჟების როლი უნდა ეთამაშათ. მჟავანაძეს რასაც გავაკეთებდი, ვეუბნებოდი რომ ეს გავაკეთე, ეს გავაკეთე. ეს მოწონდა რომ ბევრს არ ვიჭერ და შედარებით ესე იგი მყარდება. ხო. და უნდა გითხრათ რომ საქართველო იყო მაშინ ერთადერთი რესპუბლიკა, სადაც აი ახლა ხშირად ხმარავენ კორუფციას, მაშინ ამას საქმოსნობას ვეძახდით. საქმოსნობას ვწოდებდით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მაგალითი. საუკეთესო მაგალითი და ეს გახმაურდა მე იცით მოსკოვში სხვა განყოფილებებში მიდიოდა ცნობები იქაური შინაგან საქმეთა სამინისტრო ახსენებდა და გახმაურდა ეს ამბავი რომ საქართველოში არის პიროვნება რომელიც ამას ებრძვის და ებრძვის შედეგიანად. ის რომ შევარდნაძე მოსკოვში შეამჩნიეს, ეს უკვე კულისებში სასაუბრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა გახდა. მჟავანაძის გარემოცვაში ამაზე ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები არსებობდა. ერთნი აჯერებდნენ პირველ მდივანს, რომ შევარდნაძეს საუკეთესო კადრი. მეორენი კი პირდაპირი და ირიბი მინიშნებებით ცდილობდნენ ვასილ მჟავანაძის ყურადღება შევარდნაძის სახელთან დაკავშირებული ინტრიგებისაკენ მიემართათ. მივდიოდით გაგრაში, მაწარებლით. ხო და ღამე მჟავანაძე მეკითხება, წარებული შეიძლება ჩემს გარშემო ვინმე მუშაობდესო, ჩემს წინააღმდეგო? ეხლა მე სიმართლე გითხრა დაფიქსირებული არ მქონია ისეთი რაღაცა, ერთი არც მიძებნია ისეთი პიროვნებები მის გარშემო, მაგრამ რომც დაფიქსირებული მქონდა, ალბათ არ ვეთყოდი, იმიტომ რომ წყვილა გული უნდა მეტკინა, იცით მისთვის და ისა და მაგრამ ზოგადი პასუხი გავეცი, რომ მე ვთხარი ვასილ პავლოვიჩ, თუ ვიღაცა მუშაობს, მე ვთხარი ბრეჟნევთან შეთანხმების გარეშე არ იმუშავება. წრე სულ უფრო და უფრო ვიწროვდება და ვიღაცისათვის ამ ამბავს უკვე ძალიან ლოგიკური ფინალი უჩანს. იცით, ხმები ასეთი იყო, რა თქმა უნდა, დარხეული ქალაქში და სხვადასხვა წრეებში სხვა შორის. ხო შემთხვევაში მე რამდენადმე ასეთი სერიოზული წყარო ასეთი ხმებისა არ ვიცი. მე როგორ ხდებოდა ამ ხმების ასე ვთქვათ გენერაცია, ესეც არ ვიცი. მაგრამ ხმები იყო და ბატონ ვასილს არამ თუ არ შეეროდა ამისი. აკრძალულიც ჰქონდა ამ თემაზე საუბარი. მე ერთხელ შევეცადე ამ თემაზე საუბარი წამომეწყო და მითხრა რომ ეს არის შინაურული ფილოსოფია, რომელსაც თავი უნდა ვანებოთ. შინაური ფილოსოფია. ეს პასუხი პასუხზე თავის არიდებას უფრო ჰგავდა. მაინც გაუგებარი რჩებოდა, რას ფიქრობდა ვასილ მჟავანაძე. იცოდა თუ არა მის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების შესახებ. თუ იცოდა, რატომ არ იბრძოდა საკუთარი თანამდებობის შესანარჩუნებლად. რატომ არ სცადა მოეშორებინა ადამიანი, ვინც მთელი ამ მითქმა-მოთქმის მთავარი გმირი იყო. მე მგონი ვიტყვი პირდაპირ რომ კიდეც უყვარდი. ასაკით პატარა ვიყავი შედარებით და დავალებებს კარგად ვასრულებდი. ბევრს ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ შევარდნაძის სვლების საწინააღმდეგოდ მჟავანაძეს საკუთარი მოქმედების გეგმა ჰქონდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ხანში შესულ გენერალს უკვე მემკვიდრეც შერჩეული ყავს, რომელიც კრემლის მიერ დამოწმებულიც არისო. საუბარი ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიულ როინ მეტრეველზე იყო. მაგრამ მის კარიერას ეს მითქმა-მოთქმა ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს რგებდა. მე ვფიქრობ, ბატონი ვასილის ცოტა ისეთი
ხო მე ვერ ვაკადრებ თქვა შეცდომა თქვა რაღაც მაგრამ ის იყო რომ მართლაც ჩემი გვარი დასახელი დაასახელა მან შემცვლელად თავის შემცვლელად რამაც უაღრესად ბევრი მოწინააღმდეგე გამგეჩინა 72 წელს საქართველოში კრემლიდან გამოგზავნილი კომისია ჩამოვიდა. კომისიის წევრებს თბილისის პარტიულ ორგანიზაციებში არსებული დარღვევები უნდა აღინიშნათ. მათ ყველაფერი აინტერესებდათ. იმართებოდა თუ არა კრებების სისტემატურად. აღინიშნავდნენ თუ არა დარღვევებს. იღებდნენ თუ არა პარიკმახერების ზედმეტ მანეთიანს და აბრუნებდნენ თუ არა ტაქსის მძღოლები ხურდას. არ აბრუნებდნენ. და შეიქმნა უზარმაზარი კრიტიკული დოკუმენტი, რომ თბილისში პარტიული ორგანიზაციის მუშაობა ჩაშლილია. პოლიტბიურომ შესაბამისი დადგენილება მიიღო. კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს დადგენილება თბილისის პარტიული ორგანიზაციის მუშაობას უარყოფითად აფასებდა და ნაკლოვანებების მთელ არზას წერდა. ეს პირდაპირი დარტყმა ვასილ მჟავანაძეზე იყო. და ეს იყო ძალიან ძიმე, კრიტიკული და ბევრი თქმელი დადგენილება ჩანდა, რომ ამას უნდა მოყოლოდა ქარიშხალი. ახლა კი მიხვდა გენერალი, რომ მის კავშირებს ყავლი გაუვიდა. თბილისიდან კრემლში მისი კაბინეტის გვერდის ავლით უკვე ბევრი რამ წყდებოდა. ჟავანაძემ საქმეში ჩარევა გადაწყვიტა და მის ერთგულ კადრს, როინ მეტრეველს, შევარდნაძეზე კომპრომატების მოგროვება დაავალა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძე უკვე ერთი ნაბიჯით წინ იყო. იგი მოსკოვში გამოიძახეს. კრიტიკული დადგენილების მიღების შემდეგ ამხანაგ ლოლაშვილს თბილისის პარტიული ორგანიზაცია დაატოვებინეს. ცეკას საორგანიზაციო განყოფილებამ ამ თანამდებობაზე ედუარდ შევარდნაძე წარადგინა. უნდა გითხრათ, რომ ჟავანაძე წინააღმდეგი იყო ჩემი თბილისის კომიტეტის დივნობის. წინააღმდეგი იყო, კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მაგრამ მე მოსკოველებმა დააძალეს. მოსკოვიდან ჩამოვიდა ორი კაცი და ღმერთმა აცხონოს ჭანუყვაძე დაუძახეს მას, კარგად იყო ახლო იყო და ამაღამ წახვალო და გათენებამდე დაარწმუნდა ჟავანაძემ, რომ შევარდნაძე ქალაქმომის პირველი მდივანი უნდა იყოს. ჯერ ვარს ამბობდა, მაგრამ მე გათენებისას მართლა დათანხმდა და თვითონ დამირეკა, რომ მე მითხრეს ასეო და მე შენ თუ იქნები ცეკას პირველი მდივანი, მე მოხარული ვარ. ჟავანაძემ კარგად იცოდა, რომ ამ საუბრის შემდეგ მის განკარგულებაში დარჩა დრო, მხოლოდ ძალიან ცოტა. მთელი ალბათ არსი ამ საკითხისა იმაში მდგომარეობს, რომ ის ამ სიტუაციის გათვლას არც აპირებდა. აი როცა მან მითხრა, რომ ეს შინაურული ფილოსოფია, ისიც დააყოლა. რაო, მე ხომ ამ თანამდებობაზე მუდამ არ ვიქნები, თუ მოხდება, უნდა მოხდეს კიდეც. 72 წლის 22 სექტემბერს საღამოს 10 საათზე თამარ მჟავანაძემ უმცროს დას, ვიქტორიას დაურეკა და ამბავი აცნობა. მამა პენსიაზე გაუშვეს. ვასილ მჟავანაძე ბრეჟნევმა კრემლში მაშინ დაიბარა, როცა მისი პენსიაზე гасуლის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო. Брежнев მეუბნება Василий Павлович, грузы всплывают очень неприятные вещи и грязь. Я не хочу, чтобы ты в этом был замешан. Поэтому я тебя прошу. На политбюро попроси отставку. ვასილ მჟავანაძის გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარ დაბადების დღეს გააკეთებინეს. ასე დამთავრდა მისი მმართველობის 19 წლიანი ხანგრძლივი პერიოდი. 72 წელს მამა ხდებოდა 70 წლის. მანამდე ერთი წლით ადრე მამამ თქვა, რომ საერთოდ უკვე 70 წელს რო გავხდები, მე უნდა წავიდე, რა თქმა უნდა, პენსიაზე. ეს იყო, ეს მუსირებდა უკვე ცეკაში, ეს უკვე მამა ამზადებდა ამას, რომ მე უნდა წავიდე პენსიაზე. არაფერს არ აპირებდა. ასე ლაპარაკობს ყველა. ეხლა მე რომ არ წამოვსულიყავი იქედან ჩემინებით, ხო, იქნებ მართლა ჩემინებით წამოვედი. თუ არა, ცოტა ხნის მერე მე დავიწყებდი ლაპარაკს, პენსიაზე უნდა წავიდე მეთქი. ასაკში რო შევა კაცი, მე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში გულით არავის არ უნდა წასვლა.
მას შემდეგ, რაც კრემლში დაფასებული ედუარდ შევარდნაძე ქვეყანაში პირველი პირი გახდა, ხელისუფლებაში სრულიად მოსალოდნელმა ცვლილებების ქარიშხალმა დაბერა. უმეტესობას მოუხდა თანამდებობების დატოვება. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ახალგაზრდა ცეკას მდივანს კარიერის კეთებაში ეხმარებოდა. ჭანუყაძე გადაიყვანეს ministrად. პულ პროდუქტების თუ დამზადების ministrად. ჭანუყაძეს მეუთხარი სხვათა შორის. მეუთხარი შოთა ელარიონოვიჩი ministrად. კაცო, თუ ministrობა უნდა და ვერ თხოვა. მაგას დავამატლიდიო, რა სიკლავდა თავს. შევარდნაძეს არც ყოფილი მეთაურის ფავორიტი გამორჩენია. ხანმოკლე საუბრის შემდეგ პერსპექტიულმა და სანიმუშო კომუნისტმა როინ მეტრეველმა პარტიის ცენტრალური კომიტეტი დატოვა. შევარდნაძე რო კიბეებზე ადიოდა, როინი უკვე კიბეებზე ჩამოდიოდა ცენტრალურ კომიტეტს და მე უკვე კიბეებზე აღარ ასულა. ორი დღე ჩვენ ერთად ვიყავით, ჯერ სტუბარი გავაცილეთ, შემდეგ გაგიკვირდებათ ფეხბურთის სტადიონზეც ერთად ვიყავით, ფეხბურთის მატჩს დავესწარით ერთად ყველაფერი ერთობა და უკვე მესამე დღეს როდესაც ის იყო შაბათი კვირა, ორშაბათს არა და სამშაბათი დილას უკვე მიმიწვია მან თავისთან და მითხრა რომ აი ასე აჯობებდა. ხალხმა, რომელსაც სიმართლე ითქვას მჟავანაძის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, შევარდნაძეც მიიღო. იმ დღიდან ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას 30 წელი მართავდა. პენსიაზე გასვლამდე მას წელიწადზე ცოტა მეტი რჩებოდა, როდესაც ის შევარდნაძეს კი როლის თამაში მოუხდა, რომელიც მან დიდი ხნის წინ მის წინამორბედს მოუმზადა. გვიახლოვდებოდა კომეტა. უკვე დიდი ხანია დადიოდა ხმები, რომ ჩვენი გენერლის დღეგრძელობა მიწიერი დროის დინებას არ ექვემდებარება, რომ ის განპირობებულია კომეტის წრებრუნვით და გაგრძელდება მანამ, სანამ კუდიანი ვარსკვლავი გამოგვეცხადება და გენერალი საკუთარი თვალით დაინახავს მას. ასეთია მისი ბედისწერა. ასე ველოდით ჩვენ კომეტას, როგორც აღორძინების ნიშანს, როგორც უმშვენიერეს მოვლენას სამყაროში, რომელიც ასწლეულში მხოლოდ ერთხელ, ნოემბრის ღამეს მოხდება. ვაგროვებდით სადღესასწაულო მაშხალებს და ვთხზავდით მხიარულ მუსიკას. პირველად უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ვემზადებოდით ზარების საზეიმოდ დასაკვრელად, არა იმიტომ, რომ გენერლისთვის ხოტბა შეგვესხა, არამედ იმიტომ, რომ საღამოს ზუსტად 11 საათზე 11 ძლიერ დარტყმას მისი გარდაუვალი აღსასრული უნდა ეცნობებინა. თვითონ ჩვენი გენერალი საბედისწერო კომეტის მოლოდინში სკამზე იჯდა და ავის მომასწავებლად გაყინულ ცას ჩაშტერებოდა. და აი უცებ გაიგონა როგორ ახმაურდნენ შორს კუდიანი ვარსკვლავის ქურუმი დაბდაბები. გაიგონა ყრუშეცხადება და ბრბოზგუგუნი, რომელიც მიწის ქვეშ ვულკანის ხმულს გავდა. ისინი მუხლებზე დამხობილიყვნენ ნანატრი მაცნის, საიდუმლოებით მოცული არსების წინაშე, რომლისთვისაც გენერალი მხოლოდ მტვრის ნაწილაკი იყო, მისი უსაზღვრო ძალაუფლება, არარაობა, ასაკი კი წამზე უფრო მცირე. და მაშინ მან პირველად შეიგრძნო დროის უსაზღვროება და პირველად მთელი არსებით შეეშინდა იმის, რომ მოკვდავია. ეს იყო წამი, როდესაც გენერალმა დაინახა კომეტა. ეს არ არის რეპორტაჟი ნოემბრის მოვლენებიდან, თუმცა დეტალებში აღწერს ვარდების რევოლუციის დღეებს. ეს უბრალოდ ნაწყვეტია მარკესის ცნობილი რომანიდან, რომლის მოქმედებაც შორეულ ბანანის რესპუბლიკაში ვითარდება. ასეთი ფაქტები ისტორიაში ყოველთვის ხდებოდა. ისტორია გვასწავლის, რომ მის გაკვეთილებზე ვერავინ ვერაფერს სწავლობს. როგორც ეხლა უყურებთ ჩვენ, როგორც ჟავანაძის დროს თქვათ დაიბადა რაღაცა და აღზევდა და პობა შეეპარა, ისე დაემართა შევარდნაძის ეპოქასაც. და მაშინ თუ შევარდნაძე 40 წლის შევარდნაძე ბევრად ჯობდა 70 წლის ჟავანაძეს,
ამის ეხლა მათი შედარება და განსაზღვრება არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ეხლა უნდა განსაზღვროთ 70 წლის ჟავანაძე ჯობია თუ 70 წელს გადაცილებული შევარდნაძე და ეხლა უნდა შევაფასოთ თუ ისტორია როგორ დაიმახსოვრებს ამ ორ პიროვნებას. შეიძლება გავიდეს დრო და დრომ ვერავინ და ვერაფერი განსაჯოს. ერთნი ერთ აზრზე იქნებიან, მეორენი მეორეზე. რამდენი კაციც არის, იმდენი სიმართლეა. ეს ადამიანები კიდევ დიდხანს იქნებიან ისტორიის ერთ სასწორზე. მინდა რაც გამიკეთებია, რაც ამ ხნის განმავლობაში მეც და ჩემ თანამოაზრეებს ყველაფერი დავწერო. ჟავანაძეზე ბევრი არის იმ მემუარებში. ბევრი არა, მაგრამ საჭიროა იმდენი არის. იმდენი არის და სიმართლეა. ყველაფერი სიმართლე. ზოგიერთი მწარე სიმართლეც არის. თუ ნორმალური გამოვიდა, ხო, კარგია. თუ არ გამოვიდა და ბავშვობაში ლექსებს წერდი და აი ბლომად დავწერდა მე გადავათვალიერე და აღარ მომეწონა აი და დავხიე და გადავყარე. აი ასე გავაკეთებ მასაც. გენერალმა ცხოვრების უკანასკნელი წლების დიდი ნაწილი რუსეთში, ჟუკოვკაში აგარაკზე გაატარა. 85 წლიდან ჟავანაძე უკვე თბილისში ცხოვრობდა და ზაფხულობით საირმეში ისვენებდა. იქაურობა ალბათ ძალიან შორეულ წარსულში დარჩენილ იმერეთთან აკავშირებდა, სადაც ბევრი წლის წინ ოდესიდან დაბრუნებულს ბებია ბაბუა დახვდა. თუმცა ეს არავინ იცის. საირმის კურორტის აქა-იქ შემორჩენილ ძველ პერსონალს დღემდე ახსოვს მხიარული აჟიოტაჟი, რომელიც გენერლის გამოჩენას ახლდა და ფოტოგრაფი, რომელიც ვასილ პავლოვიჩთან სურათის გადაღების მსურველებმა გაამდიდრეს.